თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს უშენოდ არ გამოვა. თბილისში აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებმა და აქტივისტებმა გორის ციხესთან საპროტესტო ბანერი გაშალეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელმაც უდანაშაულო ახალგაზრდები ციხეში გამოკეტა. მანამდე მათ მოქალაქეებს ის გაზეთები დაურიგეს, სადაც მათი შვილების წერილებია დაბეჭდილი. მათი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქე მიცოდეს, რა ხდება ქვეყანაში რეალურად. ამასთან მშობლებმა ყურადღება 4 ოქტომბრის აქციის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. ჩვენი სათქმელი არის ის, რომ გამოფხიზლდნენ გორელები, მიუხედავად იმისა, ყველაზე დიდი ნაომარი და ნაბრძოლი ქალაქი ეს არის, რაც რუსეთმა ამათ ჩემ გორს დამართა, მე თვითონაც გორიდან ვარ. რაც რუსეთმა ამ გორს დამართა და ჩვენ მოსაზღვრე სოფლებზე ნამდვილად გორელები უნდა იღებდნენ ხმას. გორელები არ ნაპატიობდნენ ის თავმჯდომარე რო ყავთ აქ რაზმაძე. რანაირად შეიძლება კაცმა თქვას ისა, რომ ჯერ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები ხო იძახის თია წულუკიანი, რომ ომი საქართველოს დაიწყო. ესენიც ადასტურებენ იმას, რომ თურმე რუსები სამშვიდობოები ყოფილან და ქართველები მოროდიორობდნენ აქაო. როგორ არასწხვენიათ, მართლა ხან შემწხვება ხოლმე, რომ ჩემმა გორელებმა ესეთი რამე როგორ უნდა თქვან, როცა რამდენი უბედურება გადაიტანეს, რომ საერთოდ გაქცეულები იყვნენ და დაცლილი იყო სოფლები აქედან. ჩვენი შვილები ხო უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი სასჯელები ვერ დაუმტკიცეს და ვერაფერი ორწლიანი პატიმრობები მაინც მისცეს. მადლობა, რომ დგეხართ ჩვენთან ერთად და აშუქებთ ამ სიმართლეს, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მართალი ადამიანები ვართ, ჩვენ ოჯახის წევრებთან ერთად და შვილებთან ერთად, ვინც დღეს ტყვეობაშია. გაზეთში არის ყველა პატიმრის წერილი. ეს ერთ-ერთი საკანი 101 არის თვითონ პატიმრის გამოცემა ზვიად ცეცხლაძის, რომელიც საკანშივე შექმნა და აქედან ჩანს ამათი ნიჭიერება. ამიტომ გაზეთით მიხვდება ადამიანი, ვინც ვერ უყურებს ტელევიზიას თქვათ და ვერ ისმენს ბიჭების ხმას, იქიდან მიხვდება ადამიანი, რანაირი ბიჭები ყავს დატყვევებული ბიძინა ივანიშვილს. ბიჭები, რომლებიც გენიოსები არიან, მათსავეთ არ არიან რა, ცოტა twin გადაბრუნებულები. ესენი თვითონ წერენ, მათ სამაგიეროდ ყველა მთავრობის წევრს უწერს ვიღაცა და მერე ძლივს კითხულობენ იმ რაღაცას. ამიტომ მოუწოდებ ყველას, რომ აი გაეცნოს ამ გაზეთს და იქიდან გამოიტანოს დასკვნა, მე გამიზრდია თუ არა ერთ დედას შვილი, რომელსაც მოიხსენიებენ რადიკალად. მე ერთი რამე დავაშავე, რომ სამშობლოს სიყვარული ვასწავლე თურმე თორნიკეს. მაგრამ მე ასე მოვდივარ 78 წლიდან დაწყილი, როცა სტუდენტებმა ქვაფენელს დააწერეს სისხლით ქართული ენა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და ობიექტური ინფორმაცია გქონდეს ამ ქალაქს. ჩვენ ვიცით პროპაგანდის ძალიან ვერაგი ფორმები, როგორ ავრცელებენ და როგორ უტენიან თავში ტყუილებს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ, განსაკუთრებით პატიმრების ოჯახის წევრები, რომ ჩვენი პატიმრების შესახებ სწორი და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. სწორედ ამ მიზნით შევქმნით გაზეთები, მათი წერილები, მათი განცდები, მათი მოსაზრებები, მათი ბრძოლა, ყველაფერია ასახული ამ გაზეთში და პირადად პირველ პირებთან მიგვაქვს გაზეთები, რომ თვითონ კი არავის ნათქვამს კი არ დაუჯერონ, პატიმრის ნათქვამი მოისმინონ, პატიმრის გზავნილი მოისმინონ და ისე გააკეთონ დასკვნა და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები შემდგომში. აუცილებელია პარალელურ რეჟიმში, გაზეთების დარიგების პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვატაროთ აგიტაცია ბოიკოტთან დაკავშირებით. ჩვენ ბოიკოტის მომხრე ვართ და ვეუბნებით, რომ არჩევნებში არ უნდა წავიდნენ, ეს არის რუსული სპეცოპერაცია და ყველა აქციებში, ყველა გარეთ, ყველა ქუჩაში იმისათვის, რომ ნორმალური წესიერი დემოკრატიული სამართლიანი მთავრობა მოვიყვანოთ ქვეყანაში და სამართლიანი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ. გვინდა რომ ჩვენი ახალგაზრდები კარგად იყვნენ, ჯანმრთელად იყვნენ, რომ უყურებ ტელევიზორს უცოდოთ აქტირი ვარ ხოლმე. რა ვიცი, წარმატება გქონდეს საქართველო, აღდგეთ კარგად, წესიერად, სიყვარულით. შეუძლებელია ვინმე გულგრილი დარჩეს სინდის პატიმრების იმ უკანონო სასჯელის შემდგომ, რომელიც ჩვენ სამართლოში ვნახეთ და რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც
სინდის პატრონების ოჯახები დადიან და მათი შვილების ხმამი აქვს ციხიდან ჩათვალე საჭიროდ რომ შემოვერთებოდი ამ მნიშვნელოვან საქმეს და მე ვფიქრობ რომ ეს არის ის საკითხი რაც საბოლოო ჯამში გაატეხავს ქართულ ოცნებას და იმ რეჟიმს რომელმაც ეს უსამართლო ვითარება მოიტანა ქვეყანაში ამიტომ ჩვენი ვალია რომ არა მხოლოდ მათი ხმა გავავრცელოთ არამედ ოჯახებს დაუდგეთ გვერდში იმ დედებს რომლებიც იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი შვილების თავისუფლების არამედ საქართველოს თავისუფლებისთვის ძირს რუსეთის დამპალი